სადაც დგება ჩვენი ტრიუმფი. როგორ გაიხსენებთ? კარგად. კარგად, როგორ და ყოველთვის კარგად და ისეთი ჯერ რა ხდებოდა, აი მაინტერესებს გასახდელში ხართ, უნდა გახვიდეთ მოედანზე. ჯერ ჩავედით ჩვენ არაჩვეულებრივ სასტუმროში ვცხოვრობდით, მინდა აღვნიშნო. ქალბატონი იყო სხვათა შორის სასტუმროს დირექტორი. ხო და მეტყობექ შერჩეული იყო თავიდან, იმიტომ ამ სასტუმროს ჰქონდა არაჩვეულებრივი ორი მინდორი ისეთი. სავარდიშო და ნუ თვითონ ბალახის საფარი იყო ისეთი, რომ იმას სტადიონებზე არ იყო ისეთი საფარი და იქ ამაზე ვარდიშობდით ჩვენ და სხვათა შორის მან მოვიდა საშას ვარჯიშის მერე წამოწვა რა ცივიმაზე ოფლიანი და ამ ბალახზე და საღამოს მისცა სიცხემ რა და მაშინ ახალი ხილი იყო გაგვაფრთხილეს რომ დოპინგ შემოწმება იქნებოდა რა ხო და არც ვიცოდით ეხა რა შედიოდა რა პრეპარატები ვართ მე რატომ ვწონე ზაქროზე ვამხთ ექიმებმა და სიცხის დამწევიც ვერ მისცეს იმდენად რომ არ იცოდნენ საერთოდ რა შეიძლება მერე თქვათ ამოსულიყო იმ დოპინგი მაშინ და ფაქტობრივად რაღაცა დილამდე საშას რაღაცა იმ ჩაით რაღაცეები სხვადასხვა ესე ხალხური მედიცინით იმაშებოდნენ რომ სიცხე დაეწია და იმიტომ საშა მეორე დღეს ცოტა ისე იყო რა ძალიან ძიმეთი იყო და რამე კონდა გათენებული და ხო კი პრინციპში შეეტყო კიდევაც გოლი რო გაუშვით ჩვენ აი უფრო ისეთ უფრო ჯანზე მყოფი ჩიოძე ალბათ იმას არ გაატარებდა იმ ბურთს ხო იმ მომენტს რომ ამბობ ჩაწოდებულო კი ხო და გასახდელში თავისი ნოდარა ხო ის იყო მამა ხრი ძალიან ფსიქოლოგიაც იყო და უწმინდესი დეპეშა იყო მოსული აი ეს მინდა საინტერესოა იყო და სხვათა შორის აი ესეთ მომენტში წაიკითხა ეს დეპეშა უკვე გასახდელში ვისხედით გასვლამდე შემოდა უკვე რაღაცა უკვე მომზადი ჩაცმულები ყველაფერი და მაშინ წაიკითხა ეს დეპეშა და რა წარმოიგინეთ ჩვენთვის როგორი ეხა ჯრუატელმა იმას მიქნა რომ აი უწმინდესის იქიდან რომ ერთი თქვენთან არის და ანუ რაფერს თუ შეგეშინდება და ესე დაგულოცა იქიდან და ფაქტობრივად დიდი ფაქტორი იყო ეს უწმინდესის დეპეშის საკითხვა იქ. სხვათა შორის წინა პერიოდი მინდა გავიხსენო და აი გაფიქრებაც კი იმაზე რომ ჩვენ შეიძლებოდა ვერ მოგვეგო აქ თამაში, ხო, აი დანაშაულის ტოლფასად ითვლებოდა, ნუ ისეთი ის იყო რაღაც დამოკიდებულება გულშემატკივრებში, ვინც მიდიოდნენ, ვინც ვერ მიდიოდა რაღაცა ეხლა რა ამბავი იქნებოდა წარმოგიდგენიათ. მე არ გეთანხმები, ძალიან ძლიერი გუნდი იყო. არა ძლიერი კი და როგორ გაგდებული ვიყავდა ვინ გააგდო გაგდებულები ვალენსია და ისე და რომას და ტრენორი 3-0-დან 4 გოლი მოსაგებია ხო და ჩვენზე გაცილებით უფრო რთული გზა ქონდათ გავარდა რთული გზა ქონდათ კი ფეჯგუფში კი მაგრამ საერთო კლასით ალბათ ჩვენ ალბათ კი უფრო ძლიერი გუნდი ვიყავთ ფიზიკურად იყო ძალიან ძლიერი სხვადასხვა ხოიცდა ეხლა გერმანელები ყოველთვის ფიზიკურად ძლიერი პოლონეთი გერმანია განსაკუთრებით ისიც მეორე გერმანიაც ფიზიკური დავამთავრებ ბარემ და მოხდა ისე რომ ერთ-ერთი ვინც წავიდა დილას უნდა გაფრენილიყო, ხო და ნუ საღამოს მასთან ერთად მოვკვდი რა, საღამოს კი არა გვიანი იყო უკვე 2 საათი იყო, 3 საათი და დილის 7 საათზე უნდა გაფრენილიყვნენ მოსკოვში, გახსოვთ ალბათ ჯერ გულშემატკივრები რო იყვნენ, გულშემატკივრები რო იყვნენ, ცოტანი, ხო და დილას უნდა გაფრენილიყო მოსკოვში და ნუ აბა რას უსურვებდი ახლა რო გადმოვედით მანქანიდან, აბა გისურვებ წარმატებას ის გოგი რაღაცა ეს მოვეფერეთ, ხო და იქიდანო მეო თასის გარეშე ცოცხალი არ ჩამოვალო, ესე თქვა, ესეთი განწყობით იყვნენ წასულები რა. გულშემატკივრები, რომლებიც წავიდნენ. ეხლა რა ამბავი იქნებოდა გულშემატკივრების იმ სიაში მოხვედრაზე, წარმოგიდგენიათ. ნუ მან ცეკას ნომენკლატური წავიდა პირადად შევარდნაძემ შეამოწმა კი და მე შევარდნაძეს რო წაუკითხია ესენი მიდიან ესენი და ესენი მართლა ჩამოიტანენ თასს, ესე უთქვი, ეხლა იუმორი არ ეშლებოდა შევარდნაძეს.